აბა გვაჩვენეთ თქვენი ბიბლია. როგორ დაგეშეთ? აქამდე იყო ესეთი ტიპის ბიბლიები, რომელიც გულით დაბეჭდილია, მაგრამ ერთი ხარვეზი აქვს, ძნელად იკითხება. რატო იკითხება? იმიტომ რომ ფურცლის ხარისხი არის ძალიან თხელი და დიდი გამჭირვალეობა აქვს. ამას თან დაურთეს შრიფტი გახადეს გრძელი და ვიწრო და გაამსხვილეს. შესაბამისად ორდება შრიფტი და უკანა მხარეს ჩანს კიდე ასე ვთქვათ გამჭირვალედ, რაც თვალს ღლის კითხვის დროს, ანუ გაორებულის ეფექტი აქვს. ასევე პრობლემა არის, რომ ქვესათაურები აღარ აქვს ამ გამოცემას და მუხლები, აი მუხლი რო იპოვო დაუშვათ, მე-15 მუხლი, სად არის უნდა მოზებნო მუხლი, ტექსტშია მოქცეული და აი მე-15. მოკლედ, ანუ იმისათვის, რომ ბიბლიის წაკითხვა მაქსიმალურად გაგიჭირდეს, აი ეს უნდა აიღო. ჩვენ გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ბიბლიურ საზოგადოებასთან ერთად შევიმუშავეთ 2001 წლის სტილი და მოდელი და გამოვიდა აი ასეთი. თან გაითვალისწინეთ, რომ ფურცელი არის ყვითელი, ესეც ყვითელში გადის, მაგრამ სადესყვითელი და სადესყვითელი. მერე შრიფტი არის ადამიანური, თვალს არტყენს, გამჭირვალეობა მაქსიმალურად შემცირებულია, მუხლები არის მწკრივზე და ასევე თემატურად აქვს ქვესათაურები, რაც მკითხველს უადვილებს წაკითხვას და თემების გამორჩევას ტექსტიდან. დაუშვათ ერთ ტექსტში შეიძლება ტექსტი დიდი იყოს, აი მე-11 თავი და ამ ტექსტში რამოდენიმე ქვესათაური იყოს. აი მაგალითად მე-14 და აი კიდე ქვესათაური, ანუ თემატურად არის დალაგებული ყველაფერი. ასე რომ ანუ ეს ბიბლია, ვისაც 2001 წლიან გამოცემასთან შემხებლობა ჰქონია, გაახსენებს იმ ვარიანტს და შესაბამისად უკვე განახლებული თარგმანით, განახლებული ყველაფრით, მაგრამ ძველი სტილისტიკა დაბრუნებული და შემორჩენილი, რაც საბოლოო ჯამში აღმოფხრის ყველა პრობლემას, რაც კი აქამდე მკითხველს ახალ გამოცემასთან ჰქონდა. ერთი ნიუანსი კიდე უნდა დავამატოთ, რომ იქნება ორი ტიპის ბიბლია, ერთი იქნება ტყავისყდიანი და ერთი იქნება ცოტა ძვირფასი გამოცემა. ძვირფასი გამოცემა გულისხმობს რას? რომ ძვირფას გამოცემა იქნება ნამდვილი ნატურალური ცხოველის ტყავით, იქნება გვერდი, იქნება მოოქროვილი და ასევე იქნება ინდექსური ჩანართები, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს, რომ პირდაპირ ეგრევე გადაფურცლოს იმ წიგნზე, რომელიც უნდა და ესე არ ეძებოს ტექსტში. აი ეს სიახლე არის ჩვენ ბიბლიებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი